2024 წელს საქართველოსთან $271,150 ღირებულების 33 ტონა თაფლი გაიყიდა, რაც 2023 წელთან შედარებით თანხაში 54,41%-ით არის შემცირება, ხოლო მოცულობაში 79,4%-იანი კლება შეინიშნება. Საქსტატის თანახმად, საქართველოსთან თაფლის ექსპორტი 2019 წლიდან გააქტიურდა რეკორდულ ნიშნულსაც მიაღწია 2022 წელს, რის შემდეგაც კლების ტენდენცია ფიქსირდება. რატომ მცირდება წლიდან წლამდე საერთაშორისო ბაზრებზე ქართული თაფლის გაყიდვების მაჩვენებელი და რა გამოწვევების წინაშე დგანან ადგილობრივი მეწარმეები? ამ და ინდუსტრიაში არსებულ სხვა თემებს მიმოვიხილავთ გადაცემის ამ ნაწილში და ჩვენი სტუმარია ბრენდ რუხი დედოფლის დამფუძნებელი თამარ კვარაცხელია. თამარ კვარაცხელია 2015-19 წლებში სწავლობდა საქართველოს უნივერსიტეტში აღმოსავლეთ მცოდნეობის ფაკულტეტზე, ხოლო 2021-23 წლებში დაამთავრა შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მეფუტკრეობის ფაკულტეტი. თამარ კვარაცხელია ამჟამად რუხი დედოფლის დამფუძნებელია. თამარ კვარაცხელია რუხი დედოფლის დამფუძნებელი არის ჩვენთან ერთად. თამარ, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან სტუმრობისთვის და პრინციპში სტატისტიკას გავეცანით, გადავხედეთ კიდევ ერთხელ თვალი უახლეს მონაცემებს და ამ შემთხვევაში ჩვენი საუბრის თემაც მინდა რომ პირველი სწორედ ეს იყოს. რუხი დედოფლის მაგალითზე ვისაუბრობთ ამ შემთხვევაში, რამდენად არის აი შინაარსობრივი მხარე კვეთაში თქვენს მონაცემებთან, რაც გამოაქვეყნა საქსტატმა და რამდენად შეინიშნება ანალოგიურად შემცირების ტენდენცია საექსპორტო მოცულობების თვალსაზრისით და თანხების რასაკვირველად. მოგესალმებით, პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის. რაც შეეხება ჩვენს კომპანიას, რა თქმა უნდა, არ იყო განსხვავებული სხვა კომპანიებისგან და საკმაოდ შემცირდა თაფლის ექსპორტი. რეალურად შეიძლება ვთქვათ, რომ თითქმის არც გქონია ექსპორტი, ძალიან მცირე რაოდენობით გავიტანეთ 2024 წლის დასაწყისში. ესეც იყო გამოფენისთვის, უბრალოდ კონკრეტული გამოფენის დაახლოებით 9 ტონამდე მოხდა ჩვენი პროდუქციის გატანა და შემდეგაც მხოლოდ გამოფენებისთვის გვიწევდა ხოლმე თაფლის ექსპორტზე გატანა. ნუ ექსპორტიც ხმამაღალი ნათქვამი ამ ეტაპზე, რადგან უბრალოდ უშუალოდ გამოფენის სივრცისთვის გჭირდება რაღაც კონკრეტული რაოდენობის თაფლი და პროდუქცია. რეალურად ძალიან ცუდად იმოქმედა 2024 წლის თაფლის ექსპორტის კლებამ ჩვენს კომპანიაზე, როგორც ფინანსური თვალსაზრისით, აგრეთვე ეკონომიკის თვალსაზრისით, ანუ კომპანია გადავიდა უკვე გადარჩენის პრინციპზე და საკმაოდ რთული გახდა ყოველდღიური ხარჯების გაღება კომპანიისთვისაც. აი დაახლოებით რა პროცენტული მაჩვენებით შემცირებაზე გვაქვს საუბარი და წინა წელთან შედარებით, ასე ვთქვათ, თანხობრივადაც რა დანაკარგი არის სახეზე? ანუ როგორც აღნიშნეთ, თითქმის არ იყო ექსპორტი, იყო ძალიან მცირე რაოდენობით 9 ტონამდე, რაც იმას ნიშნავს, რომ ალბათ 90%-ზე უფრო დაბალი ნიშნული იყო ჩვენი კომპანიისთვის ექსპორტის თვალსაზრისით, რადგან 2020 წლიდან მოყოლებული ჩვენთვის საკმაოდ ესეთი კარგი შემოსავალი იყო ექსპორტიდან შემოსული თანხები. რეალურად ჩვენი კომპანიისთვის ალბათ სხვადასხვა მიზეზი იყო, რატომაც ვერ განვახორციელეთ ექსპორტი 2024 წელს, მაგრამ ფინანსური თვალსაზრისით ალბათ საკმაოდ ესეთი რთული წელი იყო, საკმაოდ ესეთი ბევრი გამოწვევის წელი იყო და მოგვიწია, რომ ინვესტორები თავიდან მოგვეძიან, რეალურად თავიდან გაგვეხმავებინა ეს კონტაქტები და გაკავშირები სხვა ქვეყნებთან და საკმაოდ ესეთი რთული და ფართო მასშტაბური სამუშაოების გაკეთებაც დაგვჭირდა. ხო, ამის შედეგებზეც ვისაუბრებთ აუცილებლად, მანამდე მინდა რომ მიზეზები განვარტოთ. პრინციპში წლების განმავლობაში საუბრობდით, რომ ქართული თაფლი ნელ-ნელა იყიდებდა ბაზარს საერთაშორისო ბაზრებზე, ჩნდებოდა ინტერესი, კონკურენტული უპირატესობასაც აჩვენებდა გარკვეულწილად, მაგრამ რა მოხდა აი ამ 2 წელიწადში? ეს კლების ტენდენცია რამ განაპირობა? რატო ვეღარ იკავებს იმ პოზიციას ჩვენი ნაწარმი, რაც ჰქონდა? რეალურად ალბათ არის სხვადასხვა მიზეზი. პირველ რიგში, რასაც ჩვენ თვლით, რომ არის უმთავრესი მიზეზი ქართული მეწარმეების ის არის, რომ ფასის თვალსაზრისით კონკურენციას ფიზიკურად ვერ ვუწევთ სხვა დიდ ქვეყნებს, როგორიცაა ჩინეთი, ინდოეთი ან სხვა ფართო მასშტაბურად მწარმოებელი, თაფლის მწარმოებელი ქვეყნები და სამწუხაროა ის რეალობა, რომ კიდევ ალბათ ძალიან დიდი ხანი ვერ გავუწევთ კონკურენციას ფასის თვალსაზრისით მსგავს ქვეყნებს და ერთადერთი რაც გვაქვს ამ ეტაპზე არის, რომ მაღალი ხარისხის თაფლი, რაც უნდა შევინარჩუნოთ მომავალი წლებისთვისაც და
ვფიქრობ, რომ ალბათ უახლოეს მომავალში უკვე ევროპის ქვეყნებიც და აღმოსავლური ქვეყნებიც მიხვდებიან იმას, რომ ფასი არ არის უბრალოდ გადამწყვეტი, რა თქმა უნდა, ბიზნესში შეიძლება ძალიან გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს, მაგრამ ხარისხებად უფრო მნიშვნელოვანი არის ვიდრე ფასის, მინიმალური ფასი, რომელსაც სხვა ქვეყნები თავაზობენ და იმედს ვიტოვებთ ყველა მეწარმე, რომ უახლოეს მომავალში ექსპორტი გაიზრდება თაფლის სექტორში. ხარისხთან მიმართებით რამდენად გვაქვს გამოკვეთილი უპირატესობა თუნდაც ბაზრის უმსხვილეს მოთამაშეებთან მიმართებით? ვიტყვი, რომ ალბათ საკმაოდ მკვეთრად გამოკვეთილი უპირატესობა გვაქვს აგრეთვე გემოვნური თვისებებითაც სტრუქტურაც ქართულ თავს საკმაოდ ესეთი მდიდარი და მრავალფეროვანი აქვს საკმაოდ ესეთი ჯანმრთელობის მხრითაც ანუ ძალიან დადებითი შედეგები სდევს ხოლმე ქართული თაფლი და რეალურად ალბათ ძალიან ბევრი პრიორიტეტი გვაქვს რაც შეიძლება რომ დავიჭიროთ და ექსპორტისთვის გამოვიყენოთ მომავალში და ახლა რასაც ვცდილობთ ჩვენი კომპანია ის არის რომ ეს მიმართულებები რამენაირად პრიორიტეტში წამოვწიოთ და ავუხსნათ ყველა ექსპორტიორს და იმპორტიორს უშუალოდ იმ ქვეყნებში რომლებსაც ჩვენ თანამშრომლობ და გვიწევს კავშირი ყველანაირად დეტალურად ავუხსნათ ის პრიორიტეტები რაც ჩვენს თავს აქვს გარემო პირობებიდან გამომდინარე კლიმატიდან გამომდინარე საკმაოდ მდიდარი არის საქართველოს თაფლი აი სრულიად განსხვავებული გემოვნური თვისებები აქვს დასავლეთის და აღმოსავლეთის თავს და ანუ საკმაოდ ესეთი მდიდარი და მრავალფეროვანი ის შეგვიძლია შევთავაზოთ ასორტიმენტი ამ მხრივ. აი თქვენ ახსენეთ რომ ცდილობთ ახლა რომ რაღაცნაირად დივერსიფიკაცია მოახდინოთ თუნდაც ბაზრების პარტნიორების დაინტერესოთ ახალი ინვესტორები რა ხდება აი ამ თვალსაზრისით რა შედეგებზე შეგვიძლია რომ ახლა ვისაუბროთ ამის დაგვჭირდა ნამდვილად ალბათ 8 ან 9 თვე რაც აქტიურად მუშაობთ ამ მიმართულებით როგორც მე საქართველოში აგრეთვე ჩემი პარტნიორები დოჰაში და საუდის არაბეთში ძალიან აქტიურად არიან ჩართულები მთლიანი გუნდიც კი არის გამოყოფილი რომ რამენაირად თაფლის ექსპორტი დავასტაბილუროთ და მომავალში ან შემდეგ წლებში იყოს სტაბილური ყოველ შემთხვევაში სტაბილური ექსპორტი მაინც გქონდეს ეს იგულისხმება კატარის და საუდის არაბეთის ბაზრები მაგრამ მე უშუალოდ ლონდონშიც ვიყავი სექტემბერში და ვცდილობდი რომ ევროპის ბაზარზეც რამენაირად მოგვეხდინა დივერსიფიკაცია ჩვენი პროდუქტი ჯილდოც მიიღეთ კი ხო ჩვენი ჯილდოც პლატინა და რეალურად ვცდილობთ რანუ აქტიურად და ახლა წელს რაც არის სიახლე ის არის რომ საუდის არაბეთთან ამ დღეებში მიმდინარეობს მოლაპარაკებები საუდის არაბეთი საკმაოდ დიდი ქვეყანა არის და თუ წარმატებით განხორციელდა ეს მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში ალბათ გვექნება საკმაოდ კარგი ოდენობის თაფლის ექსპორტი და კოსმეტიკის ექსპორტი რადგან უშუალოდ კოსმეტიკის კომპანიებიც არიან დაინტერესებული ფუტკრის პროდუქტების ბაზაზე დამზადებული კოსმეტიკის პროდუქციით ხო აი ამ თვალსაზრისით როგორ შეგვიძლია რომ შევაჯამოთ 2024 წელი კოსმეტიკის მიმართულებით კოსმეტიკა ალბათ ბევრად უფრო წარმატებული იყო ვიდრე უშუალოდ თაფლი პროდუქციაც გავამრავალფეროვნეთ მე და ჩემი პარტნიორი პილ ნატურალსი თათუკა საკმაოდ აქტიურად მუშაობთ ამ მიმართულებით ახლაც ძალიან ისე აქტიურად არის ჩართული ამ მიმართულებით რომ საუდის არაბეთთან რამენაირად რაც შეიძლება ჩქარა მოხდეს უშუალოდ კონტრაქტის პირობების განხილვა პროდუქტების განხილვა ანუ რა შეიძლება გავიტანოთ ექსპორტზე ამ პირველ ეტაპისთვის და ვფიქრობთ რომ კოსმეტიკა უფრო სწრაფად გაყიდვადი არის და უფრო წარმატებით გაყიდვადი არის ვიდრე თაფლი უფრო ძნელად გაყიდვადი პროდუქტია მაინც საკმაოდ დიდი კონკურენციას ანუ კოსმეტიკაშიც არის დიდი კონკურენცია მაგრამ ყიდველუნარიანობა უფრო ჩქარი და ისერი არის ხოლმე კოსმეტიკის მიმართულებით ეს ამ შემთხვევაში საექსპორტო ბაზრებიდან ისევ საუბარი არის კატარზე საუდის არაბეთზე სტაბილურად ეს ხო ეს ორი ქვეყანა მაინც ხო სტაბილურად ჩვენი კომფორტს უნდა აღმოჩნდა და საუდის არაბეთის სხვათა შორის იყო 2020 წლიდან მაგრამ ესე აქტიურად არა უწყვეტი რეჟიმით და ყატარი უწყვეტი რეჟიმით იყო ხოლმე 5 წლის განმავლობაში და საუდის არაბეთს რაც შეეხება ახლა უფრო დიდ ესეთი იმედებს ვამყარებთ რადგან საკმაოდ დიდი ქვეყანა არის ემზადებიან მსოფლიო ჩემპიონატისთვის ძალიან ბევრი ახალი პროექტია და საკმაოდ ესეთი ძალიან ბევრი ინვესტორი არის ჩასული მსოფლიოს სხვა ქვეყნიდან და ვფიქრობ რომ საკმაოდ ესეთი წარმატებული ბაზარი გახდება უახლოეს მომავალში რამდენად მყიდველუნარიან ბაზრებზე გვაქვს საუბარი და რამდენად შეინიშნება გაყიდვების ზრდა თუნდაც აი პროცენტულ მაჩვენებელში თუ შეგვიძლია ამის გამოსახვა მათ შორის რაოდენობრივადაც თუ იყო თქვენი მხრიდან გაზრდილი მაჩვენებლები
2024-ში გაზრდილი არ ქონია საერთოდ მაჩვენებელი. წლევანდელ წელზე ვსაუბრობთ უკვე და ალბათ საუდის არაბეთში წარმატებით განხორციელდა და გაიზრდება საკმაოდ როგორც ექსპორტი, ასევე კომპანიის შემოსავალიც და რა ვიცი, ყოველ შემთხვევაში იმედებს ვამყარებთ, რომ ეს ქვეყანა იქნება წარმატებული ჩვენთვის. კი ბატონო. ადგილობრივ ბაზარზე რა ხდება? აქ რამდენად იკიდებს ეს მიმართულება, ფეხს რამდენად ჩნდება ინტერესი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ვიზიტორების მხრიდან? ადგილობრივ ბაზარს რაც შეეხება, ჩვენი ჯილდოების შემდეგ ვფიქრობ, რომ დაინტერესება უფრო არის ჩვენი კომპანიის მიმართ და გაყიდვებიც ადგილობრივ ბაზარზე ასე თუ ისე სტაბილურდება ჩვენი კომპანიის ყოველ შემთხვევაში. ახლა აღნიშნავ იმ ფაქტს, რომ ტურიზმის სექტორსაც უბრუნდები, ეს აქტიურად ვცდილობ დავუბრუნდე ტურიზმის მიმართულებას და ტურიზმის მიმართულების დაბრუნება ნიშნავს ავტომატურად იმას, რომ ტურიზმის სექტორთანაც საკმაოდ ესე აქტიურად შემიძლია ვიმუშაო და ვითანამშრომლო თაფლის მიმართულებით, რაც კომპანიაში საკმაოდ მომგებიანი აღმოჩნდება. რა ნაბიჯებს უნდა ველოდოთ თუ დაიწყო უკვე კონკრეტული თანამშრომლობები? უშუალოდ ტურიზმის სექტორთან დავიწყე უკვე თანამშრომლობა, ჩამოვიყვანეთ უკვე რამოდენიმე საკმაოდ დიდი ჯგუფები სხვადასხვა ქვეყნებიდან, ერთ-ერთი ჯგუფი საუდის არაბეთიდანაც იყო, ყატარიდან, კიდევ სხვადასხვა ქვეყნებიდან იყვნენ ჩამოსულები ტურისტული ჯგუფი და უშუალოდ საფუტკრის ათვალიერება, თაფლის შესყიდვა, კოსმეტიკის და მოკლედ ესეთი თანამშრომლობთ აქტიურად ტურიზმის მიმართულებასთან. ძირითადად რა ქვეყნებზე არის საუბარი? ძირითადად მაინც ტურიზმის მიმართულებითაც აღმოსავლურ ქვეყნებზე არის ამ ეტაპზე საუბარი, მაგრამ უკვე ფართო მასშტაბებზე რო გავალთ და არაბეთის ბაზარი დომინირებს ამ შემთხვევაში. საკმაოდ დომინირებს ამ შემთხვევაში. ალბათ იმიტომ რომ კულტურულად საკმაოდ მაღალი კულტურა აქვს თაფლის მირთმევის და რეალურად ხო რთულია რომ ევროპის ქვეყნებმა გაუწიოს ამ მიმართულებით კონკურენცია. ხო, აქვე უნდა ვისაუბროთ აუცილებლად, რადგან ადგილობრივ ბაზარს შევეხეთ, რა ხდება თაფლის მიმართულებითაც ადგილობრივ ბაზარზე, იმიტომ რომ მათ შორის გასულ წელს ჩვენ საუბრობდით ამ ეთერიდანაც სხვადასხვა პრობლემაზე, იყო იქ დაავადებების რისკი, დაბალი მოსავლიანობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი წელი როგორი შედეგებით დაიყურა? სხვათა შორის ექსპორტის შემცირების ერთ-ერთი მიზეზი, რითიც დაიწყო, იყო ალბათ ეს დაავადებები, რომლებმაც შეამცირა აკაციის მოსავლიანობა და ამინდის პროგნოზიც იყო იმ შემთხვევაში, იმიტომ რომ აკაციის მოსავლიანობის პერიოდში დაემთხვა ძალიან ცივი გაზაფხული, რამაც ხელი შეუწყო იმას, რომ ჩვენ ვერ დავწვრეთ სათანადო ოდენობის აკაციის თაფლი და საფრანგეთი ავტომატურად გადაიწყო სხვა ქვეყანაზე და როცა უკვე წინა წელს ჩვენ უკვე გვქონდა აკაციის კარგი მოსავალი, რეალურად საფრანგეთი უკვე გადაწყობილი იყო სხვა ქვეყანაზე და ფასის მხრივ ჩვენ ვეღარ შევთანხმდით ამ ქვეყანასთან მოლაპარაკებები ვეღარ წავიდა ისე როგორც უნდა წასულიყო. იყო სხვა სახეობის თაფლებიც, რომლებიც ასევე იმ გემონურთებებში არ იყო, რომელიც წინა წლებში იყო, ანუ აქ არ იყო დომინანტი აკაცია, არ იყო დომინანტი წაბლი, ცაცხვი, იყო ძირითადად მინდვრის ყვავილები, რადგანაც ფუტკარს გაუჭირდა მუშაობა ცივ ამინდში, წვიმაში, რა ვიცი, თოვლიც კი იყო, როგორც მახსოვს მაისში 2023 წელს და რეალურად ეს ამ ფაქტორებით დაიწყო. და უკვე მერე შემდეგ მომავალ წელს გახდა ის ფაქტორი, რომ ფასით სხვა ქვეყანა უფრო კარგს ავაზობდა ვიდრე ჩვენ და რეალურად გადაიწყდნენ სხვა ქვეყანაზე ეს ჩვენი ინვესტორებიც. ახლა და ჩვენთან რა ხდება? რამდენად თქვათ წარმოების თვალსაზრისით აქაც კლება შეინიშნებოდა და ახლა რა მაჩვენებლით და რა მაჩვენებელზე გავიდეთ? ჩემი წინა წელს არ იყო 2024 წელს არ იყო კლება თაფლის, იყო უბრალოდ რეალურად უკვე აღარ ყავდა ინვესტორები, ვინც წაიღებდნენ იმ თავს, რომელიც დაწურული იყო საქართველოში და ახლა წელს რაც არის საერთოდ საქართველოს ბაზარი კლიმატიდან გამომდინარე ვერაზროს ვერ გვაქვს ხოლმე ერთი და იგივე გემონურთებების ან ფერის თაფლი ყოველ წელს. ანუ ყოველთვის არის განსხვავებული, რადგან საკმაოდ მრავალფეროვანი კლიმატურ ზონაში ვართ საქართველო და რეალურად ალბათ მე პრიორიტეტში ავგვიქვამ ამას, მაგრამ ინვესტორებისთვის ყოველთვის არის ხოლმე რა ეს დამაბკოლებელი ფაქტორი, მაინც არის ხოლმე ინვესტორებისთვის, რადგან ფიქრობენ, რომ მაინც სტრუქტურულად ერთი ფერის უნდა იყოს, ერთი გემონურთებების უნდა იყოს თაფლი, რომ ყოველ წელს შეისყიდონ და ყოველ შემთხვევაში ამიტომაც ახდენენ ხოლმე ჰომოგენიზაციას თაფლის, რომ მუდამ ერთი გემონურთებებზე იყოს მომხმარებლისთვის თაფლი. აი, როდესაც საუბარი არის საექსპორტო მოცულობების და რა ასე ვთქვათ, თანხმობრივი მაჩვენებლების შემცირებაზე. რამდენად აქვს ადგილობრივ ბაზარს იმის რესურსი, რომ ეს გეპი, რაც ჩნდება მეწარმისთვის ამოავსოს და რეალიზაციის შესაძლებლობა მისცეს?
მგონი შეიძლება დიდი ალბათობით არ აქვს, რადგანაც ასე შემთხვევაში მაშინ საქართველოს შიგნით უნდა იყოს რეალიზაცია საკმაოდ აქტიურ დონეზე და თუ ეს არ მოხდა, ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ტურიზმის საკმაოდ დიდი ნაკადი შემოვა საქართველოში და ტურიზმი განვითარდება. თუ ტურიზმი არ განვითარდება და ექსპორტიც არ მოხდება, ამ შემთხვევაში მეწარმეს უშუალოდ ფიზიკურად ვერ გამოახდენს ამ სიცარიელი შევსებას, ფინანსური სიცარიელი შევსებას. თან გაურჭირდებათ ყველა ვარიანტში. ეს ყველაფერი რამდენად მოქმედებს ფასებზე? მოთხოვნის და შესაბამისად მიწოდების შემცირებაც ხომ არა კორექტირებს დაღმავალი დინამიკისკენ? მოუწია თაფლის სექტორს და კორექცია ფასის, საკმაოდ მოიმატა თაფლის შესყიდვამ, როგორც საექსპორტო ფასმა მოიმატა, აგრეთვე სათვალო ბაზრის ფასმაც მოიმატა. მაღაზიებში უკვე გაძვირებულია თითქმის ყველა კომპანიისთვის თაფლის ღირებულება და ვფიქრობ, რომ რა ვიცი, თუ ესე გაგრძელდა და შეიძლება მომავალშიც მოხდეს კორექცია თაფლის და ცოტა ოდნავ უფრო გაწვრიტეს. თუმცა მოთხოვნა იკლებს. ხო, მოთხოვნასთან მოთხოვნა რა თქმა უნდა კი მყიდულნარიანი შეიძლება აღარ გახდეს ყველა მომხმარებელი. მოთხოვნა იკლებს, მაგრამ ფასები იზრდება. კი. ხო, ეს რაღაცა ცოტა ფიზიკურად ვერ ახდენს სხვანაირად მეწარმე რამენაირად რომ შეავსოს ის ფინანსური დანაკლისი, რადგან წარმოება საკმაოდ ძვირი უჯდება. და თუ ექსპორტი არ მოხდა, ფასის კორექცია ან დაკლება საკმაოდ ესეთი, რა ვიცი, ზართული. რა პროცენტული მაჩვენებლით მოიმატა დაახლოებით? ჩვენთან დაახლოებით ესე ალბათ 5 ლარი არის სხვაობა კილო თაფლში, რაც მოგვიწია ფიზიკურად სხვანაირად ვერ ვაკეთებდით. თუმცა ვიცი რომ ასე ვთქვათ აი კრიზისული პერიოდის მიუხედავად გაქვთ გეგმები, რომლებიც მოიაზრებს მათ შორის გარკვეულ ცვლილებებს და თაფლის მიღმა, ასე ვთქვათ, თავად ფუტკრის ექსპორტზეც არის უკვე ლაპარაკი, ხო? ფიზიკურად არ გვაქვს ალბათ იმის საშუალება, როგორც ჩვენ ასევე სექტორის სხვა წარმომადგენლებს, რომ დავნებდეთ ან რამენაირად, რა ვიცი, ყველანაირად უნდა ვიცადოთ, რომ გამოსავალი ვიპოვოთ ამ მდგომარეობიდან. ვფიქრობ, რომ ფუტკრის ექსპორტი საკმაოდ ესეთი კარგი და ფართომასშტაბური გეგმა იქნება, რომ განვითარდეს ეს სექტორიც და რამენაირად მოხდეს დივერსიფიკაცია სხვა ბაზრების და აგრეთვე მხოლოდ თაფლზე დამოკიდებულებამ იმ შედეგი მოგვიტანა, რომ არასტაბილური არის ეს ბაზარი. რეალურად რადგანაც არასტაბილური არის ეს ბაზარი, მეფუტკრებმა და სექტორის წარმომადგენლებმა უნდა მოახდინოთ სხვა ფუტკრის სხვა პროდუქტებზეც ესეთი პრიორიტეტის საჭერა. რაც ვფიქრობ, რომ დედოფლის ექსპორტი საკმაოდ კარგი არის. ხშირად მიხსენებია დედოფლის ექსპორტი თქვენს კომპანიაში, თქვენს ტელევიზიაში საუბრის დროსაც და აღნიშნავ იმ ფაქტს, რომ გამოფენებზე როცა მივდივართ, საკმაოდ დიდი დაინტერესება არის ხოლმე სხვადასხვა ქვეყნის მეფუტკრეებისგან ქართული დედოფლის, რადგანაც როცა პირველად გავიტანეთ ქართული დედოფალი ექსპორტზე, უშუალოდ მე პირველად როცა გავიტანე და შეისყიდა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა 2 წლის განმავლობაში გთხოვდნენ, რომ ასობით დედოფალი გაგვეტანა ექსპორტზე და გაგვიგზავნა მათთვის, რაც ვერ მოხერხდა, რადგანაც საქართველოში არ არის ესეთი ლაბორატორიები, რომელიც მოახდენს ანალიზს და კვლევებს, რომ ეს დედოფალი უსაფრთხოდ ჩაავა იმ ქვეყანაში ან გაივლის ყველანაირ კვლევას, რომ იყოს მყიდველუნარიანი და ფასი როგორია და პირველი საექსპორტო ქვეყნებიც გითხარით, საიდანაც ინტერესია და ამით დავასრულოთ ჩვენი დრო. ამოიწურა ფასი რაც შეეხება 35-დან 45 დოლარამდე მე ვყელობს ხოლმე ერთი დედოფლის ღირებულება, რაც საკმაოდ ესეთ მაღალ ბიუჯეტურ ფასში გადის და ძვირად ღირებულ დედოფალ მოისაზრება. საკმაოდ ესეთი მუშა ფუტკარი არის, უძლებს როგორც ყინვას, ასევე ცხელ ტემპერატურას. ჩვენ ყოველ შემთხვევაში გვქონდა აღმოსავლეთ ქვეყნებიდან, სადაც არის საკმაოდ ესეთი მკაცრი, ცხელი კლიმატური ზონა და იქაც კი იმუშავა ფუტკარმა, იმის მიუხედავად, რომ ჯერ საქართველოსთან თურქეთში ჩავიყვანეთ ეს ფუტკარი. თურქეთიდან უშუალოდ იქით გადაიყვანეს, ანუ დაახლოებით ალბათ 7 დღე, 8 დღე იყო გზაში და ამის შემდეგაც კი იყო რაღაცა კარგ მდგომარეობაში და მოახდინა სხვა ახალი თაობების გამოყვანა და რეალურად თუ ესეთ კარგ შედეგს დებს ქართული დედოფალი, აქვს ძალიან დიდი პოტენციალი და ვიმედოვნოთ, რომ მოვალშიც ესე იგი მეგრელ ფუტკარს აქვს საერთაშორისო ასპარეზზე ძალიან დიდი აღიარებები კი აღიარება და ძალიან სასიხარულოა. ძალიან ბევრი ჯილდოც აქვს შესაძლოა მიღებული კავკასიურ რუხ დედოფალს, საკმაოდ ძალიან ბევრი ჯილდო აქვს მიღებული, როგორც პლატინა, ოქრო, ამერიკიდანაც იყვნენ მეცნიერები ჩამოსული და დაასკვნეს, რომ ბევრად უფრო კარგად მუშაობს და ნაყოფიერი მუშაობა აქვს ვიდრე სხვა ქვეყნის დედოფალს.
ძალიან დიდი მადლობა თაკო, თქვენ დიდი მადლობა თქვენს ასევე. რუხ დედოფალს, რუხი დედოფლის კიდე დედოფლებსაც, რომლებიც ასე გვასახელებენ საერთაშორისო ბაზრებზე და საინტერესო რიცხვებში ზრდადი სტატისტიკა თქვენს ანგარიშზე. თამარ კვარაცხელია რუხი დედოფლის დამფუძნებელი იყო ჩვენთან ერთად.